ოცნების აქტიური მხარდამჭერის მანანა გიორგობიანის ორგანიზებით სპარის თანამშრომლების ცემის საქმეზე კიდევ 4 პირი, მათ შორის მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი ჯაკო ჩარკვიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სამართალდამცავებმა ჩარკვიანის მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცება დამოიღეს. საუბარია ორ ავტომატურ ცეცხლსასროლი იარაღზე, გლუვლულიან თოფსა და 100 ვაზნაზე. საქმეზე გამოძიება ჯგუფური ძალადობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გეკაგელაძის უწყების თქმით, დანაშაულის ჩამდენი კიდევ ერთი პირის ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. სუპერმარკეტ სპარში ოცნების აქტიურ მხარდამჭერ მანანა გიორგობიანსა და თანამშრომლებს შორის ინციდენტი 2 ნოემბერს მოხდა. მანანა გიორგობიანს პროკურატურამ ბრალდება დღეს წარუდგინა. 2 ნოემბერს თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში მანანა გიორგობიანმა ამავე მაღაზიის თანამშრომლებს მოსთხოვა ფულადი თანხის დახურდავება. რაზეც უარის მიღების შემდეგ გახდა აგრესიული, მიაყენა დაზარალებულებს სიტყვიერი და მათ შორის ერთ-ერთს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით. მაღაზიიდან გასვლის შემდეგ მანანა გიორგობიანმა ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რასაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, დაზარალებულების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით გიორგობიანმა შემთხვევის ადგილზე მიიყვანა 5 პირი, რომლებიც ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულებს და მიაყენეს დაზიანებები, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მანანა გიორგობიანს ბრალდება ჯგუფური მოქმედების ორგანიზების ფაქტზე წარედგინა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რაც სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანანა გიორგობიანი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავა, რასაც წინ უძღოდა 4 ნოემბერს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი. ოცნების აქტიური მხარდამჭერი გეკაგელაძეს პატრულის თანამშრომლების მიერ მისი ძმის ქუჩაში შეყოვნების გამო თანამდებობიდან გათავისუფლებით და ჭრიჭინას ძერასავით ჰაერში მოხსნით ემუქრებოდა. ახლა ეს პოსტი Facebook-ზე აღარ იძებნება.